დღეს წარმოგიდგენთ DGG-ს გადახდელ საწარმოთა მონაცემების მიხედვით 2024 წლის ნოემბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას, რომლის მიხედვითაც ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 7.5%-ით და აქედან გამომდინარე 11 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 9.4%. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შედეგმა დარგებმა, ეს გახლავთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ასევე პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორი, ტრანსპორტი, დასაწყობება და ვაჭრობა. რაც შეეხება კლების ტენდენციას, გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში, როგორც მოგეხსენებათ საგარეო ვაჭრობის მონაცემებიდან 2024 წლის ნოემბერში საქონლის ექსპორტი გაზრდილია დაახლოებით 13%-ით, ხოლო იმპორტის მონაცემები გაზრდილია 11%-ით, ასევე თქვენთვის ცნობილია 11 თვის ჯამური მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც ექსპორტი გაიზარდა 8%-ით, ხოლო იმპორტის მონაცემები გაზრდილია 6%-ით. 2024 წლის ნოემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 6500 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი 8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს. ზრდა ძირითადად განაპირობა ინდ მეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის მაჩვენებლის ზრდამ, რომელიც დაახლოებით 14%-ით არის გაზრდილი. ზრდის მიმართულებით უნდა აღინიშნოს, რომ ზრდა იყო როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინდ მეწარმე სუბიექტების ზრდაზე, ასე ვთქვათ, უცხოელის მონაწილეობით შექმნილ კომპანიებზე, როცა ვსაუბრობთ, ძირითადად ინდოეთზე მოდის ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის ნოემბერში. 10%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ DGG-ს გადახდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 13.835 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად განაპირობა ბიზნესის მართვის საკითხებში საკონსულტაციო მომსახურების მოცულობის გაფართოებამ, ასევე საბუღალტრო, სააღრიცხვო და აუდიტორული კომპანიების შემოსავლების ზრდამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე ზოგადად IT კონსალტინგის მიმართულების გაფართოებასთან. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდის გამოწვევ მიზეზად გვევლინება როგორც საჰაერო, ისე საგზაო სახმელეთო ტრანსპორტის მაჩვენებლების ზრდა. აღსანიშნავია ზრდის მიმართულება შეინიშნებოდა როგორც გზავრთა გადაყვანის მიმართულებით, ისე ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების მიმართულებითაც. რაც შეეხება ვაჭრობის სექტორში, ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კვების პროდუქტების, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით, როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან და აქვე აღსანიშნავია, რომ გაზრდილია ასევე ბუნებრივი აირით საბითუმო ვაჭრობის მაჩვენებლები. რაც შეეხება კლების ტენდენციებს, როგორც უკვე აღვნიშნე, შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, შემცირებულია თუჯის და ფოლადის წარმოების მაჩვენებლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თუმცა საგარეო ვაჭრობაში საპირისპირო სურათი გვაქვს, დაახლოებით 13%-ით გაიზარდა ფეროსილიკომანგანობის ექსპორტის მაჩვენებელი. ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, ასევე სასმელების წარმოების მიმართულებით, გაზრდილია 47%-ით მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი და გაზრდილია დაახლოებით 18%-ით ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.